მოგესალმებით ჩემო ძირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს ჩვენ ვნახოთ ჩვენი ტრადიციული გაშლა, ანუ მომდევნო კვირის პროგნოზი, ხო? ვინც პირველად უყურებს, ჩვენ გვაქვს ერთი პოზიცია, მაგრამ აქ არის სიგნიფიკაცია. დურიზონირდა, კი ბატონო, უყურეთ. აქ არის კარიერა, სამსახური, ბიზნესი, რა ვიცი, ყველაფერი რა საქმიანობას რაც ეხება, აქ ექნება ფინანსები, აქ ექნება ურთიერთობა. შეიძლება სამივე რეზონირდება, შეიძლება რომელიმე. დავიწყოთ ახლა ჩვენ. დავიწყოთ შემოლამაზებო და ნახოთ ახლა. ეხლა რა ენერგიაში ხართ? ვისთვის იქნება ეს გაშლა? ვისთვის იქნება ეს გაშლა? ეხლა ამ წუთში რა ენერგიებში მყავხართ? так. განვიხილავთ. ეხლა ვნახოთ აი ეს მომდევნო კვირაში ჩვენ რას უნდა მივაქციოთ ყურადღება? რა ენერგიები იტრიალებს, ხო? ნახოთ აბა იმათვის, ვინც ეხლა ამ გაშლას უყურებს. რას გვეტყვით ჩვენ, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება? დაგაკეთეთ. შემდეგი. ანუ სამსახურის კარიერა, ვის რა გაქვთ ბიზნესი, შეიძლება ზოგს სწავლა, ხო? ანუ აქ რას გვეტყვის ჩვენ, რომ მომდევნო კვირაში, რომელიც იქნება, რას უნდა მიაქციო ყურადღება? ჩემო სიხარულებო, მადლობა თქვენი აქტიურობისთვის. წავიკითხე ყველა თქვენი კომენტარი, რომ მეკულდეს კითხულობ, მაგრამ აი რომ დამიდასტურეთ წინა ვიდეოში. მე ძალიან მიხარია ამდენი შეგნებული, ამდენი მაგარი ადამიანი რომ ყავს. ძალიან მიხარია, მიყვარხარ ძალიან გულში. ფინანსური მდგომარეობა მომდევნო კვირის გვაჩვენეთ ჩვენ, რას უნდა მიაქციონ ყურადღება, რა უნდა ვიცოდეთ ჩვენ ფინანსებზე. ფინანსებზე რა უნდა იცოდეთ, კი ბატონო, დაგესაკეთებავე. ნუ ჩვენი რა თქმა უნდა გემრიელი თემა, ხო? ურთიერთობაში მითხარით რა იქნება, აქ რა მითითებები იქნება. всё, დავიწყოთ ახლა. დავიწყოთ პირველი. так, რა ხდება? ვინ ამყავს დღეს? ნუ ეგრევე შემიძლია გითხრათ იმ წუთში, რომ უეჭველი აქ ექნებიან ის ადამიანები, ნუ ხა ჩემი სივრცეა, რა თქმა უნდა, მაგუბლება იქ თქვა. ჩემი მასწავლებლები, ყველა ვარიანტში, ნუ ვიცი რომ მიყურებენ, კიდე ადამიანები, ვინც ელოდება ეხლა მარატონს, რომელიც ექნება ჩვენ ჩავატარებ 28-დან 29-მდე, 3დღიანი მარატონი, სადაც მატრიცაზე მოგიყვებით, ანუ თქვენ პროფესიონალიზმზე, ხო, თქვენს ნიჩზე. თქვენს საერთოდ გინდათ ფულის კარმაზე და ურთიერთობის კარმაზე. ვიცი რომ ნამდვილად უკვე ელოდებით, უკვე თქვენ ადგილს იკავებთ, იმიტომ რომ გინდათ მიიღება ინფორმაციის პროფესიონალიდან. ეს პირველი რაც მოდის. კი ბატონო, შემდეგი. აქ როგორი ენერგია, ნუ რაღაცას რო სწავლობთ, ან ნახეთ, ახალი დაწყება გაქვთ რაღაცა საქმის. მაგრამ ეს ნახეთ როგორი ახალი, შეიძლება თქვენ დიდი ხანია ფიქრობდით დაუშვათ რაღაცის გაკეთებას. აი რაღაცა დააკვირდით, ვინც გუშინ უყურებდით გაშლას, იქაც იყო იმპერატორი, გაიხსენეთ, ანუ დღესაც იმპერატორია, ხედავთ, რა ენერგიაში ხართ. ანუ მე ვარ იმპერატორი, საერთოდ აი ზოგადად როგორც ენერგია, ეს არის პროფესიონალი, ეს არის ადამიანი, რომელიც პასუხს აგებს თავის ცხოვრებაზე, თავის საქმეზე, თავის ოჯახზე, ნუ ყველაფერზე რა. ანუ ესეთი საქმიანი ადამიანის ენერგია, იმიტომ რომ უკვე ნუ აქ ადამიანმა იცის როგორ რა უნდა გააკეთოს, როგორ უნდა იმოქმედოს და ასე შემდეგ, ხო?
და შეიძლება აქ იყოს, ნახეთ, სიტუაცია, როცა დავუშვათ, რაღაცა პროექტი იყო ადრე და თქვენ მაგას გადადებდით ხოლმე და ეხლა იფიქრეთ, მოდი, აბა იქნება დავიწყო. ნუ შეიძლება თქვათ ფული არ ყოფნით და დავუშვათ, ხო? ეს ვისაც თქვათ ბიზნესი აქვს, ნუ ხარ შემიძლია გათქვა, იმიტომ რომ იმპერატორი, ახლა იმპერატორიც ხარ, რა თქმა უნდა, როგორც ბიზნესმენი ისიც არის, კი ბატონო. ან შეიძლება სახში ელემენტარული დაუშვათ თქვენ სიტყვაზე, დიდი ხანია გინდოდათ გაკეთება რემონტის, მაგრამ არ, ნუ ვერა რა, აი თქვათ, ფული არ ყოფნით, ხან კიდე რაღაცა სიტუაცია, ხან ისე და ეხლა თქვით რომ მოდით გავაკეთოთ. ანუ რაღაცა საქმე, რომელიც თქვენ გქონდათ გადადებული, თქვენ მაგას ეხლა სხვანაირად მიუდეგეთ. ეს შეიძლება იყოს სამსახურიც, სახში რაღაცას კეთება, გლობალური რამე, ანუ უბრალოდ აი ისეთი ინფორმაცია მოდის, რომ რასაც მე დიდი ხანია ვფიქრობდი, გადავდებდი, აი ეხლა დაიწყეთ თქვენ ამ თემაზე მუშაობა. აიღეთ ბოლოს და ბოლოს პასუხისმგებლობა ელემენტარული, მინდოდა გამიკეთებია გენერალური უბორკა, დიდი ხანია გადავდებდი, არ ვაკეთებდი და ეხლა ავდექი და ვთქვი რომ მორჩა. ეხლა უნდა გავაკეთო, რაც არ უნდა იყოს რა. ნუ ეს არის ესეთი მომენტი, ვიღაცა ნამდვილად ეხა სამსახურში სხვათა შორის მიიღო დაწინაურება, არ გამიკვირდება, იმიტომ რომ აღიარეს, რომ თქვენ იმის მიუხედავად, რომ შეიძლება თქვენ ახალგაზრდა სპეციალისტი ხართ, ძალიან დაფასებული ხარ და შეიძლება даже ხელფასიც მოგიმატეს, ესეც არის რა. ვიღაცამ აიღო პასუხისმგებლობა, შეიძლება თავის, თქვათ, აი ეს არ არის იმდენად სწორი პასუხისმგებლობა მშობლებზე, ეს დარღვევა უკვე სისტემის, ნუ დაუშვათ აი რაღაცა დაეხმარეთ, მოდით ასე რომ ვთქვათ, რა. აი ეგეთი მომენტი. კიდე აქ რა შეგვიძლია ვთქვა, დაუშვათ თქვენ ვიღაცა სამსახური შესთავაზეს, კარგი, თქვა თქვენი პროფესიონალიზმი აღიარეს, თქვენს რომ მაგარი პროფესიონალი ხარ და შემოგთავაზეს სამსახური, შეიძლება დიდი ხანია ანალიზებოდით, ან ფიქრობდით, ან თქვა даже ზოგი იცით როგორი შეიძლება იყოს, აი თქვა თქვენ ადრე ისწავლეთ, ეს უკვე ამ პროფესიაზე არც მუშაობდით დიდხანს, მაგრამ მაინც ახლა ანუ არ გქონდათ ისეთი თქვა, ნუ არ ვითარდებოდეთ თქვა, ასე მოდი თქვა, დიპლომი გქონდათ სადღაც გადადებული და უცბად თქვენ დაუშვათ შემოგთავაზეს და გითხრეს, რომ არა, შენაირი სპეციალისტი გჭირდება, კაი ხელფასაც მოგცემ, კი ბევრი სამუშაო იქნება, მაგრამ მოდი. ან დაუშვათ პირიქით იყავით თქვენ ძალიან დიდი ხანია მუშაობთ ამ რაღაცა სპეციალობაზე, მაგრამ თქვათ ეხლა ну მაგარი დონის სპეციალისტი ხარ და რაღაც ახალ პოზიციაზე, ახალი რაღაცა შემოგთავაზეს, აი ეგეთ. ან თქვათ იფიქრეთ რომ მოდი კიდე რამე კვალიფიკაცია გავიარო, კიდე რაღაცა ვისწავლო დაუშვათ. და ვიღაცას თქვათ რომ დააგასაჩუქრეს, რაღაცა მიიღეთ, შეიძლება საჩუქარი ან ჯილდო. იმ თქვენ ცოდნაზე ჯილდო მოგცეს. ნუ მოკლედ მილიონი რაღაცა გითხარით, ახლა თუ თქვენია დაიჭირეთ. დავიწყოთ ჩვენ კარიერა. აჰა. ნუ რაც თქვით, ნახეთ, ეხლა ადამიანი, ხო? აი აქაც უკვე სიგნიფიკაცია. უი, მოიცადეთ, მომდევნო კარიერა დავინახეთ, ახლა გეტყვით მომდევნო კვირის ენერგია. ვახ. ნუ ჩემო სიხარულებო, ეგრევე პირველი ენერგია აქ მოდის ის, რომ თქვენ ძალიან რაღაცა გაგიხარდებათ, რაღაცა ისეთი ინფორმაცია, შეიძლება ინტერნეტში რამის წაიკითხავთ და ძალიან სასიამოვნო ინფორმაციას მიიღებთ, შეიძლება გლობალური რაღაცა. რას ეს ხა ნუ აი ძალიან თქვენთვის მნიშვნელოვანი ენერგიას გაიგებთ. ენერგია ინფორმაციას მარტო. კიდე თუ დაუშვათ, აქ ვიღაცა სხვათა შორის გაიცნობს ვიღაცას ძალიან მნიშვნელოვანს თქვენთვის ადამიანს ინტერნეტში. კიდე შეიძლება თქვა ვიღაცა გზაზე. ნახეთ, აი დაუშვათ, შეიძლება თქვა მიდიხართ საზღვარგარეთ მიფრინავთ, თვითფრინავში, არ გამიკვირდება რომ გაიცნოთ ვიღაცა დაუშვათ, ხო? შეიძლება კიდე რაღაცა კაი ამბები მოდის რა.
აქ არის აღიარება ყველა ვარიანტში თქვენი, აქ არის თუ თქვენ მუშაობთ ონლაინ, ყველა ვარიანტში აქ ახალი ნაკადი მოდის თქვენთან კლიენტების და თქვენ ძალიან კმაყოფილი იქნებით. თქვენ თუ დაუშვათ რამე ბლოგერი ხართ, ან ადამიანი, რომელიც თქვათ ახლა თავის თავს თქვათ რეკლამას უკეთებს რაღაცას, აი აქ აუცილებლად იქნება თქვენზე გაიგებენ ბევრი ადამიანები. თქვენზე ინფორმაცია წავა, გავრცელდება, მაგრამ ძალიან კარგია. ძალიან კარგი, აი ნუ ბევრი მოვათ როგორი მომენტიც, აი მადლიერებები, ანუ ის რო თქვენ დაგვეხმარეთ რაღაც, აი ძალიან მაგარი ენერგია მოდის. პლუს კიდე შეიძლება ვიღაცა ვინც ელოდება მანქანა საზღვარგარეთიდან მოვა ეს მანქანა და ძალიან გაგეხარდებათ. კიდე ვინც აპირებს საზღვარგარეთ წასვლას, შეიძლება მიიღებთ ვიზას და გაგეხარდებათ, ანუ წინსვლა გექნება წახვალთ. ანუ თქვენი ოცნება ასრულდება. კარგი, მოდით ახლა კიდევ ნახოთ ახლა უკვე სფეროების მიუხედავად. უკვე გავხსენი მე ახლა კარიერა. აქ ნამდვილად თქვენ ბევრი რამე გააკეთეთ, თქვენ დაიმსახურეთ, თქვენ აი აქ თქვენს პროფესიონალიზმი აჩვენდა დაფასებული იქნებით, ძალიან დაფასდება თქვენი გამოცდილება. თქვენი გამოცდილება, იმიტომ გეუბნებით, რომ აქ ვიღაც ან კონტრაქტი დაუშვათ, გაგიგრძელდებათ თქვენ, იმიტომ რომ თქვენნაირი სპეციალისტი, აი შეიძლება გიმთავრდებათ კონტრაქტი, მაგრამ თქვენნაირი სპეციალისტი არის ძვირფასი და კი ბატონო, აი აქაც კონტრაქტი შეიძლება უკვე მაგაზე ფიქრობთ, უკვე არის მიიღებთ, ანუ შეიძლება შეტყობინებას იმაზე, რომ თქვენ ნამდვილად თქვათ, გვინდა რომ ისევ დარჩეთ. დიპლომს თუ ელოდებოდეთ, დიპლომის მიღება, კი ბატონო, იმიტომ რომ დაანახებთ თქვენს პროფესიონალიზმს, ძალიან თქვათ სასიამოვნო ინფორმაცია, თუ თქვათ ინტერნეტ სივრცეში და გაიგოთ, ხო? აი ეს გაგეხარდება თქვენ ეს ინფორმაცია. აქ არის როგორი მომენტი, იცით, რომ ყველა ვარიანტში, რასაც თქვენ აკეთებთ, ეს ამისი დაფასება იქნება. ამისი დაფასება იქნება, აი, ნუ დიპლომები და თქვა სერტიფიკატების მიღება, დაუშვათ თუ თქვენ მაგალითად კიდე ეძებთ ძალიან კარგ მასწავლებელს, თქვა გინდათ რომ კი ნახავთ იმ მასწავლებელს დაუშვათ, ხო? ნუ ზოგს ახლა ჭირდებათ, ხო? კიდე შეიძლება აქ მოხდეს სხვადასხვა ვიღაცასთან შეიძლება მოხდეს რაღაცა სერიოზული რომანი დავის უფროსთან სამსახურში, ცოტა ისე იყავეთ, მაგრამ შეიძლება, ნუ რომანს რატო ვამბობ, რომანს კი არა, აი ყურადღება დაუშვათ, ანუ რაღაცნაირად აი კიდე არის აი ძალიან დიდი დაფასება, აი აქაც ხო დაიწყო უკვე, აი თუ დაუშვათ თქვენი უფროსი სამსახურში ყურადღებას უკვე გაგცევდეთ, ან დაუშვათ, ნუ აქ არ არის ჯერ თქვათ აი სიყვარულები და ყვავილები და არა. რაღაცას თქვათ უყურებდეთ თქვენ, რომ ძალიან ბევრ ყურადღებას გაგცევთ. ადამიანი, მაგრამ აქ სხვაობა იქნება ასაკში. აი აქ რაღაცა სერიოზული შეიძლება შემოგთავაზოს ვიღაცამ, გაიგეთ? შეიძლება თქვენი გამოცდილება ვიღაცას და სჭირდება სერიოზულად, ძალიან სერიოზულად. აი რაღაც ეგეთი მომენტი რა. მაგრამ აი თითქოს დაფასება მიდის თქვენი გამოცდილების. კი, დაფასება იქნება. და აი რაღაცა შეიძლება აი აქაც ნახეთ იგივე არის. კი. აქ ბევრი სამუშაოც არის, მაგრამ კარგი ანაზღაურებაც არის, იმიტომ რომ თქვენ აქ მოგიცათ, აქ შეიძლება დაუშვათ თქვენ ნუ ახალი პროექტი შეიძლება იყოს აქ თქვა დაუშვათ თქვენ სამსახურებრივი, ანუ რაღაცაზე დიდი ხანია მუშაობთ, აღიარება იქნება. კი, ნუ ნახოთ ამხელა ჯილდო, კი ბატონო. ანუ აქ უეჭველი თქვენი რაღაც აღიარება მოდის რა, ანუ დაფასება როგორ იცით სამართლიანი, აი ნახეთ ეგა. კიდე თუ დაუშვათ რამე იყო უსამართლობა, ნახეთ რაღაცა სამსახურში ხო შეიძლება თქვათ იყოს, რომ ვიღაცამ რაღაცა თქვათ ახლა აი აქ თითქოს სიმართლეს აღიარებენ რა, თქვენ
თქვათ გაგამართლებენ, მოდით ასე რომ ვთქვათ, თუ დაუშვათ რამე სიტუაცია იყო, ან ვინმეს თუ გქონდა თქვენს მიმართ პრეტენზია, ხო? ანუ აქ 100%-იანი იქნება და აქ აღიარება, აი აქ არ ვიცი, მოდის ეს, რომ თქვენ ეხლა პლუს კიდე, ეხლა ფინანსებზე ჩვენ აქ ვნახავთ, მაგრამ აქ ბევრ დროს თქვენ კიდე დახარჯავთ, აი თქვათ იმუშავეთ ბევრს, მაგრამ კარგი ანაზღაურებაც მოდის, კაი? აქ აუცილებლად აი ეს ვარიანტი, რომ ვთქვი, რომ თქვენ რაღაც გადადებული საქმე, ვისაც გქონდათ გადადებული პროექტი, გადადებული საქმე, რაღაცა იდეა, ხო? გადადებული რაც გქონდათ, თქვენ მაგაზე დაიწყებთ ბევრ მუშაობას, გაიგეთ? და აი აუცილებლად თქვენ აქ даже შეიძლება ვინმეს დაეხმარება, ვიღაცა თქვენი თქვენი პროფესიონალიზმი აქ დაჯილდოვდება, ანუ აღიარება, ანუ გამართლება თქვენი პროფესიონალიზმის, გაიგეთ? ანუ შეიძლება სამსახურში მოგთავაზონ, აი დაუშვათ თქვენ საბუთს იღებთ, ეს საბუთი თქვენ გაძლევთ საშუალებას, რომ მიიღოთ კარგის ახალი აი გოგოები, მაგრამ მოდით ეს მაგალითად მივიცი უბრალოდ, რომ აი თქვა თქვენ ახლა საზღვარგარეთ ხართ და ელოდებით რაღაც საბუთს, მნიშვნელოვან საბუთს, რომელიც დიდი ხანი ელოდებოდით, მოგცემენ ამ საბუთს და ამ საბუთით თქვენ უკვე შეძლებთ უფრო ძლიერი სამსახური ნახავთ, უფრო ანაზღაურებიან სამსახურს ნახავთ. ანუ რაღაც ახალი ეტაპი, აი ხო იცით, თქვენ ამ საბუთს რო იღებთ, მე რამდენადაც ვიცი გოგოებისგან, რომ უფრო მეტი გაქვთ თქვენ ისინი რა ქვია, უფლებები რა, უფრო მეტი უფლებები გეძლევათ. დიდი ხანი ელოდებოდეთ და მოგცემენ ამას. აი ეს ეგ ვიღაცას ექნება ეს ინფორმაცია და ნამდვილად წინსვლა გაქვთ. ეს ძალიან მაგარია. და ფინანსური მდგომარეობა, ნახეთ, თქვენი დარდი მაქსიმალურად მიდის რაღაცა სიტუაცია, რომელიც არ იყო თქვენთვის კარგი, კარგი რა ხა, როცა ფული არ გაქვს, რა კარგი რა არის, ხო? აი ეს სიტუაცია თითქოს თქვენი დარდიანი ისე, თქვენ დარდობდით, თუ ნერვიულობდით, ხო? იმიტომ რომ შეიძლება აქ ბევრს მუშაობდით, მაგრამ ანაზღაურება არ გქონდათ, გაიგეთ? ანუ ბევრს დებდით თქვენ ენერგიას, დროს და ანაზღაურება არ გქონდათ. აი სულ ცოტა მოდიოდა თქვა, დავშან კლიენტები ან ხელფასს თქვა, ეხლა ადგეს და შეიძლება ძველი დაგიბრუნეს და ახალი სად არის, ხო? აი აქ ახლა ეს იქნება. აი აქ არის ახალ ეტაპზე გადადიხართ თქვენ, გაიგეთ? ანუ თქვენი გამოცდილება, ანუ აქ თქვენ ნახეთ კოშკი როცა არის, ეს არის საერთოდ როგორ ადამიანის ცხოვრებაში, ანუ ეს მდგომარეობა, როცა ნერვიულობდი, არ ვიცოდი როგორ რა გავაკეთო, ზოგი შეიძლება მართლა იმედი გაცრუებაც ქონდა და იმედი აღარ ქონდა რომ რამე შეიცვლებოდა. აი აქ იცვლება, წინსვლა გაქვს, ძალიან მაგარი წინსვლა გაქვს, ანუ იმიტომ რომ თქვენ უკვე გადადიხართ რაღაცა სხვა ეტაპზე. აი არ ვიცი თუ რამდენად გახსოვთ, ვინც ახლა სულ უყურებს ჩემს გაშლებს, თქვენ კი გაგახსენდებათ, ხო? ჩვენ ყოველდღე საუბრობთ და ამიტომ რა ის ჩვენი საუბარი გაიხსენეთ, როცა ადრე ვთქვი, რომ თქვენ შეიძლება ფინანსური მდგომარეობა თუ გქონდათ ცოტა ისე რა, თქვენ ეთყობა თქვით სამყაროს თხოვეთ, რომ აი მინდა თქვათ მომატება, მინდა თქვათ რომ რაღაცა შეიცვალოს ჩემი ფინანსური მდგომარეობა, ხო? და ესეთი პერიოდი არის ხშირ შემთხვევაში, რომ უფულოდ კი არ გტოვებენ, კი მუშაობ რაღაცას აკეთებ შენ იმისთვის, რომ თქვათ ეს შეიცვალოს შენ ცხოვრებაში, მაგრამ შეიძლება არის ზოგჯერ ისეთი ეტაპები, რომ ფული ისე რა გაქვს, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ იქ სამყაროშიც რაღაცა იცვლებოდა, ხო? ანუ აქაც ხო გვაჩვენეს, აი, ახალი რაღაცა მოდის, ბევრი გექნება სამუშაო, ნაკადში შედიხართ, გაიგეთ რაღაცა დაიმსახურა, თქვენ დაიმსახურეთ და აი აქაც იცვლება და მოდის ეს ისე რა ქვია, კი? შეიძლება ეჭვიგეპარებოდეთ თქვენ და ფიქრობდეთ მე და რა იქნება როგორ და აი აქ ნამდვილად რაღაც იცვლება, ძვრა დაიწყო რა. და უკვე სანერვიულო ნამდვილად არაფერი აღარ გექნებათ, კიდე. კი, აი, სტაბილურდება თქვენი სიტუაცია ყველა ვარიანტში სტაბილურდება, კი, სამსახურის
ფინანსებიც არის იმდენი შემოდის, რამდენიც თქვენ აი ძალიან გაგეხარდებათ. აი აქ ნახეთ, აქ დახლების მეფე არ არის, რაიმე არ დგას, ეგ უკვე მიდის მიაქა ეს გეუბნებით ახალი რაღაცა თანხები შეიძლება შემოვიდეს, ანუ ხელფასე რაღაც, ან სხვანაირად გადაახდა მოხდება, თუ დაუშვათ შვილებისთვის რამე გჭირდებათ, რამის ყიდვა, კი ბატონო, ახალი სამსახური, კი ბატონო, კიდე ფინანსები აქ რა სათხადათია. სხვათა შორის აქ შემიძლია გითხრათ, რომ თუ დაუშვათ თქვენ მამაკაც რამე პრობლემა გქონდათ ფინანსური, ისიც გამოდის ამ სიტუაციიდან, ანუ რთული სიტუაციიდან გამოდიხარ, თუ დაუშვათ ეს თქვენ ხართ, თქვათ ადამიანი, რომელსაც მიყვარს ჩემი სამსახური, ყველაფერს ვაკეთებ, ანაზღაურება რაღაც, უფრო მეტი რომ იყოს მინდა, გამოდიხართ აი ამ ნერვიულობიდან გამოდიხართ. კი, აი რაღაცა სულ ახალი შანსი. აი ეხლა ნახეთ, აქ იცვლება რაღაცა თქვენს ნერვიულობთ, აქ ნერვიულობთ ადამიანი ფინანსებზე, აი ყველა ვარიანტში ნერვიულობდით, მაგრამ აი ხო გეუბნებით, თქვენ ნერვიულობა მთავრდება თითქოს, აი ხო აი აქაც მაღალი ძალები რაღაცას გაძლევენ თქვენ, აქაც ნახეთ რა მხოლოდ სიხარული და აი ნამდვილად თქვენ დაიმსახურეთ, კი ბატონო, წინსვლა გვაქვს. რთული სიტუაციის მერე თქვენ ყველაფერი გააკეთეთ, აგერ არის თქვენი იმპერატორი, რომელიც ბრძოლობდა, აი მაგას აქვს ძალიან დიდი წინსვლა. ანუ ვინც რაღაცას აკეთებდა იმისთვის, რომ თქვათ შეცვლილი იყო მისი ფინანსური მდგომარეობა, ყველა ვარიანტში თქვენ გექნება წინსვლა. ყველა ვარიანტში მოერევით თქვენ სიტუაციას, კი? ანუ სტაგნაცია მთავრდება. всё, ეს გავიგეთ. ეხლა ურთიერთობა ნახოთ ჩვენ. ურთიერთობაში, აი ნახეთ, ურთიერთობა და ქალბატონი არის აქ, ესე რა ქვია, თასების დედოფალი. აქ რაღაცა იცვლება, ტრანსფორმაცია, ან დაასრულეთ ტრანსფორმაცია. აქ თითქოს როგორი მომენტი არის, იცით? რბილი ტრანსფორმაცია, აი ესეთი ენერგია მოდის, ეხლა ესეთი რაღაცა მინდა ვთქვა რა. თითქოს რბილი ტრანსფორმაცია, რაღაცა მთავრდება. იცით როგორ არის? შეიძლება ისეთი ცვლილებები შემოვა. აქ როგორ მოდის, იცით, აი რბილი ტრანსფორმაცია ხო ვთქვი? აი რასაც ველოდებოდი, ან даже რასაც არ ველოდებოდი, რასაც არ ველოდებოდი, ხო? რასაც არც მეგონა თუ მოხდებოდა, აი ის მოხდება, აქ რაღაც რა იცვლება, მაგრამ რომ ეხლა აქ თასების დედოფალია, ეს რბილი ენერგია, ხო და ამიტომ რაღაცა იცვლება ისეთი, რასაც მე შეიძლება არც ველოდებოდი. აბა რას არ ველოდებოდი, რა ქმედება. ვისგან? იცით როგორი მომენტი არის? ნახეთ, ეხლა გეტყვით. აქ რამდენიმე ვარიანტი იქნება. თუ დაუშვათ, თქვენ იყავით მარტო და დაუშვათ, ეხლა დიდი ხანი იყავით მარტო, შეიძლება კარგად გრძნობდით თავს. აი აქ იცვლება სიტუაცია. თქვენ თითქოს თქვენს თავს ეუბნებით, რომ მე შენ გაძლევ, აი მე ჩემს თავს ვაძლევ უფლებას, რომ მე მინდა დავიწყო, თქვათ, ურთიერთობა ან ვინმესთან, ან საერთოდ, თქვათ, შემოუშვა ჩემ ცხოვრებაში ვინმეს, თუ თქვათ, ეწინააღმდეგებოდეთ თქვენ რამეს, გაიგეთ რა ხდება. და აქ აი აქ ხო გითხარით, ნახეთ, ვიღაცას გაიცნობთ, ვიღაცა შემოვა ახალი ადამიანი თქვენთან, ან შეტყობინებას მიიღებთ რაღაცას და აქ შეიცვლება თქვენი მიდგომა. იმიტომ რომ ნახეთ, ეხლა შეიძლება აი ხანი დაუშვოთ თქვენ, ან არ გამოგდიოდეთ ნორმალური, თქვათ, ან არ გინდოდათ, ხო? ან ეხლა კარგად გრძნობდით თავს, თქვენ მარტო რო იყავით, ხო? აი ეს არის პირველი ვერსია იმისი, რომ პირიქით თქვენ გაიცნობთ და მეორე ვერსია არის ის, რომ თქვენ, ანუ როგორ იზავთ, იცით,
ცოტა ხანი პირიქით იფიქრებთ, რომ აღარ მინდა რა ეს ჯერჯერობით შევაჩერებ და ჩემთვის ვიყო კარგად რაღაცა ჩემთვის შევივსები და ასე შემდეგ. ნუ რაღაცა ეგეთი ინფორმაცია მოდის, მაგრამ უფრო არის რაღაცა იქნება აქ კიდე ნახეთ, დავუშვათ თუ თქვენ ურთიერთობაში ხართ, ხო? აქ შეიცვლება ქმედება თქვენი პარტნიორის. ანუ სხვანაირად რაღაც დაიწყო, უფრო მეტი დაფასება იქნება თქვენი, აი უფრო მეტად დაგაფასებს. დაუშვათ, რასაც თქვათ, არაკეთებ და შეიძლება ეს არ იქნება დაუშვათ ახლა, ნუ ძალიან დიდი რამე და მნიშვნელოვანი, მაგრამ რასაც შეძლებს, როგორც შეძლებს გამოხატას თავის სიყვარულში, საჩუქარი იქნება და ნუ დაფასება თქვენი ყველა ვარიანტში იქნება. კი ბატონო, всё, ახლა რა მინდა იმპერატრიცა, კი. აქ იმპერატრიცა, აქ ძალიან დაფასებული, ანუ ეს გეუბნებით, რომ ან აქ ცვლილება მიდის, მაგრამ ხო ვითხარით, რბილი ცვლილება. ნუ აღარ გავიმეორებ ახლა 15 ჯერით და იგივეს. ანუ მივხვდით თქვენ, ხო, ვინც ახლა ურთიერთობაში არის თქვენი მამაკაცის ქმედება ისე შეიცვლება, რაღაცას ისწავლის, გაიგეთ? ანუ შეიძლება თქვა თქვენ ახლა ეუბნებოდეთ ერთი და იგივე, აი ესე. ასე არ შეიძლება ჩემთან მოქცევა. აი ეს არ მომწონს. აი მე მინდა აი ასე. დაუშვათ, აი მე, აი, ნუ რაღაცებს ეთყობა ელაპარაკებოდეთ, ეუბნებოდეთ. აქ სხვაობაც შეიძლება იყოს ვინმეს. მაგრამ დაუშვათ ახლა დრო დაგჭირდათ, მაგრამ აი იცვლება, მიდგომა, უფრო დაფასება, სიყვარულის დაფასება არის, გაიგეთ? იმიტომ რომ თქვენ ადგილზე დგახართ, გაიგეთ? აი რას ნიშნავს შენ ადგილზე დგომას? მე აუცილებლად თქვენ ვინც მოვა მე ჩემთან იმ ტრენინგი მატრიციდან გამოსვლაზე, იქ მივმოგცემთ უამრავ ტექნიკებს და ფინანსებზეც, კარიერაზეც, ურთიერთობაზე, რომ აი რო იყოს მართლა ესეთი, მე მოგცემთ ტექნიკები თქვენ როგორ გამოიყენებთ ეგ სხვა. მაგრამ ამას თავი დავანებოთ, აქ არის როგორი მომენტი, იცით რომ ქალი დადგა თავის ადგილზე, ამიტომ წავიდა მისი დაფასება. და მაგარი რამეა, მე მომწონს. კიდე გოგოებო, თუ ვინმეს უნდოდა თქვა დაორსულობა და რაღაცა არ ქონდა თქვა დიდი ხანი ან აქ არის ძალიან დიდი ალბათობა, რომ შეიძლება თქვენ დარჩეთ ორსულად. არის დიდი ალბათობა. თქვათ უმკურნალობდით, ან დიდი ხანი გინდოდათ, აი ეს არის რა. ან გააჩენთ. ეგაც შეიძლება თქვათ, აი აქ ამ კვირაში თქვათ გააჩენ და ძალიან კარგად ჩაივლის სხვადასხვის თქვენი მშობიარობა, ძალიან კარგად. კი ბატონო. всё ჩემო ლამაზებო, აი ესეთი არის პროგნოზი ჩვენი მომდევნო კვირის. გელოდებით კომენტარებში თქვენი ჭკვიანი სიტყვები, ჩემი მასწავლებლები ხო ხართ ქართულის, მასწავლეთ. მიყვარხართ ძალიან, გეფერებით სულ ყველას და მომავალ შეხვედრამდე.